მეგის ქარდავასა და სამხედრო პოლიციის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენეს. წამებისა და სექსუალური ძალადობის მუხლებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის პაჩო ახალაიას ყოფილ მოადგილის ბრალი სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმეზე წაუყენეს. სამხედრო დაზვერვისა და საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა 2011 წლის 17 სექტემბერს საკუთელ სახლში დააკავეს. 24 სექტემბერს კი ოჯახში ატყობინეს, რომ პატარიძე გვდანის მერვე საპრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა. პროკურატურამ ქარდავასა და სამხედრო პოლიციის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს აკვეთი ღონისძიების შეფარდებით სასამართლოს გუშინ მიმართა. საქალაქო სასამართლოში პროცესს ჩვენი კორესპონდენტი ნუცა აბაშიძე დაესწრო. ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსან მეგის ქარდავას დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეფარდა. მეგის ქარდავას და მასთან ერთად გლდანის საპყრობილის ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომლებს ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილს ბრალად პოლკოვნიკ შალვა თეთრაძის წამება და სქესობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ. სასამართლო გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა დაცვის მხარე, როგორც ადვოკატებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, სასამართლოზე პროკურატურამ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობის დასამტკიცებლად. მოგეხსენებათ, იყო მეგის ქარდავას პირველი წარდგენა სასამართლოზე, სადაც იხილებოდა აღკვეთი ღონისძიების საკითხი. პროკურატურამ იშუამდგომლა პატიმრობით, ჩვენ არ დავეთანხმეთ პატიმრობას და მიგვაჩნია, რომ არ არის საკმარისი მტკიცებულებები და ჩვენი პოზიცია იყო, რომ საერთოდ აღკვეთი ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მეგის ქარდავა შეუყვარდა პატიმრობა. მეგის ქარდავას ედება წამების ორგანიზება დამამძიმებელ გარემოებებში და გაუკმართებული ფორმით სქესობრივი კავშირის ორგანიზება ეგეც დამამძიმებელ გარემოებებში. ოლეგ ფაცაციას დღეს შეეფარდა პატიმრობა ახალ ეპიზოდზე, ეს არის თეთრაძის ეპიზოდი. დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა იმას, რომ პროკურატურამ რაც წარმოადგინა მტკიცებულებები სრულად არ ასახავს იმ სურათს, რასაც შუამდგომლობაში ითხოვდა პროკურატურა, ამიტომ მოითხოვა რომ ბრალდებულს არც ერთი სახის აღკვეთი ღონისძიება არ შეფარდებულიყო, რაც არ დააკმაყოფილა სასამართლომ. პროცესს არ დაესწრო მეგის ქარდავა, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება. პროკურატურის ინფორმაციით ქარდავამ საქართველოს საზღვარი 5 ოქტომბერს გადალახა. სასამართლო პროცესის დეტალების შესახებ დღის მთავარ გამოშვებაში შეიტყობთ. მადლობა, ეს ნუცა აბაშიძე იყო.